საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა მხოლოდ ლელასთან, გადაცემის გენერალური სპონსორი გახლავთ ავერსი და ასევე ჩემი გადაცემის მასპინძელი მენიტო დიზაინი. უკვე ნელ-ნელა ეს სეზონი უახლოვდება დასასრულს და თვალს თუ გადავავლებთ ბოლო ორ სეზონს და რატომ ვამახვილებ ყურადღებას ბოლო ორ სეზონზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემთვისაც აღმოჩენა იყო და რა თქმა უნდა თქვენთვისაც ჩემი მეგობრის შვილები, ჩემი რესპონდენტების შვილები, რომლებიც საოცრად გამოირჩევიან თავიანთი გულახდილობით, გულწრფელობით. იმდენი რამ ვისწავლე მათგან, ნამდვილად გულწრფელად ვამბობ ამას. ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრეს და სხვათა შორის ჩემი დამოკიდებულებაც რაღაცებში შევცვალე ჩემ საკუთარ შვილთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ბავშვები მენდობიან, მოდიან ძალიან თამამად გადაცემაში და ძალიან გულახდილად მისაუბრებიან მე და რა თქმა უნდა ჩემს მაყურებლებს. დღევანდელი გადაცემაც არ იქნება გამონაკლისი და მე მინდა დიდი სიამაყით წარვადგინო ადამიანის შვილი, რომელიც დედა, რომელსაც ყველა იცნობთ, არაერთი წელიწადია ის ტელევიზიის ეკრანებიდან გესაუბრება, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაწვდით, ძალიან ლამაზია, ძალიან მომხიბვლელია, ალბათ ბევრი რამ იცით მის შესახებ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული არის მისი შვილი, ჩემი მთავარი სტუმარი ერეკლე ჭედლიძე და მისი ულამაზესი დედიკო განცად არასელია. კარგია. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად და მადლობა მოწვევისთვის, თვალს ვადევნებდი ამ ციკლს განსაკუთრებით გადაცემების, იმიტომ რომ ეხლა ვარ რაღაც ესეთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემი ცხოვრების, როდესაც ჩემი შვილები უკვე რაღაც მნიშვნელოვან ასაკს უახლოვდებიან და ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის ყველა ეს მომენტი, რომელიც მათთვისაც მნიშვნელოვანია და თან რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, 24 საათიანი ჩართულობით დედის ამპლუა მაქვს და ეს გააზრებულად არის ასე. იმის მერე განსაკუთრებით ყველაფერს ვუყურებ, ყველა ინფორმაციას ვუსაფრდები, ყველას გამოცდილებას ვცდილობ, რომ გავიზიარო და თან ცოტა ვღელავ, იმიტომ რომ საერთოდ ერეკლე ალბათ როგორც ბევრი ბიჭი ან ამასაკის ადამიანი რაღაც ასაკში ცოტა უთქმელი იყო და მართლა რეალურად შეიძლება ჩემთვისაც აღმოჩენებით სავსე იყოს ეს ინტერვიუ და მაინტერესებს. სხვათა შორის შენ არ ხარ პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან ბევრი მშობელი წასულა ახალი აღმოჩენებით და საოცარი სიამაყის გზნობით. და ყველაზე, ესე ვთქვათ, თვალში საცემი რაც არის, ყოველთვის მშობლები განსაკუთრებულად ნერვიულობენ ხოლმე და სხვათა შორის ისინიც აბსოლუტურად სხვანაირები ხდებიან შეცდიაში. ხო, იმიტომ რომ ეტყობა, აი ეს იმდენად შეშულდებიან, კარგი გაგებით ვამბობ შვილთან ერთად, რომ ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც არიან. ერეკლე ეხლა რა თქმა უნდა შენთან ჩემო ძვირფასო პირველი შეკითხვა ადვილად დაგითანხმა თუ არა ინტერვიუზე გვანცა. კი, ადვილად დამითანხმა, იმიტომ რომ მიყვარს საერთოდ ლაპარაკი და მიყვარს რომ ვაცნობ ჩემ ისე ვთქვათ საიდუმლოებს ხალხს და მინდა რომ კარგი ამოკლეთ ამ თქვენთან მოწვევა რა. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო პირველ რიგში ნდობისთვის და იმისთვის რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში. არის რამე თემა, რაზეც გიჭირს დედასთან საუბარი? არა, ყველაფერი რაც გადამხდება ხოლმე, ძირითადად ყველაფერს უყვები დედას, რომ ჩემი აზრით და დედას აზრით ასევე თუ ილაპარაკებ, უფრო მოგეხსნება ეს ყველაფერი და ამიტომ ყველაფერს ვლაპარაკობთ ხოლმე რაღაც საიდუმლოებს, რაღაცებს, რომ ცოტა თავისუფლად ვიგრძნობთ ერთმანეთთან თავი. ყოჩახ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის
უფროსების და ანუ მშობლებთან გაზიარება და ეს რა თქმა უნდა შენი დამსახურება არის, ესე იგი შენ აძლევ იმის საშუალებას, შენ შვილს შენი სიახლოვით, შენი ურთიერთობით, რომ შვილს ფაქტობრივად არაფერი არ ქონდეს შენთან დამალული და შენ თუ დაგიმალავს, ან არის თემა, რაზეც ვერ ისაუბრებ ერეკლისთან. ალბათ კი, ნამდვილად არ ვიქნები კუტრფელი, რომ თქვა, რომ რაღაცნაირად ყველაფერზე გახსნილად ვლაპარაკობ, ალბათ განსაკუთრებით, მაგრამ მე მგონი ბოლომდე არ გამომდის, როცა რაღაცა მაქვს სევდა, დარდი, წყენა, რაღაცა საკითხის გამო, ვცდილობ ხოლმე რომ დაუმალო, იმიტომ რომ ძალიან ისეთია, ძალიან გრძნობიარეა და მაინც და მაინც მაშინ იცის თვალის თვალში გაყრა. აი ტანით გრძნობს ჩემს კი, მართლა ეგრეა, აი ტანით გრძნობს, რომ მე რაღაც ეთყობ, არ ვიცი ეს ენერგეტიკა მაინც შინაგან, რაც არ უნდა შენიხბო და დამალო, ხო, აი ტანით გრძნობს და აი ესე დამიდგება ხოლმე წინ და თვალებში მიყურებს, რომ მე რამე არ ემოციურად ან რამე არ მაწუხებს. აი რას აკეთებ ამ დროს? ამ ბოლო დროს, აი მართლა მაგალითებიდან ვისწავლე, რომ ამითი უფრო ვთრგუნავდი, რომ არა, არაფერი, ეს მე უთქმელად რაღაცა მიდიოდა აგრძელებდა თავის ცხოვრებას და მე ხვდებოდი, რომ ეს მას რაღაცნაირად გულზე ეწვარა და მე რაღაცა ჩემი გამოცდილებით ვისწავლე და ყოველთვის ვუზიარებ ხოლმე, რომ შეიძლება ხა დეტალებში არ მოვუყვებ თქვათ რაღაცა, მაგრამ ვეუბნები, რომ რაღაცა გაბრაზებული ვარ, ანაწყენი ვარ, რაღაც ძალიან ზოგადად ვაგებინებ, ანუ რა მდგომარეობა. ხო, სიღრმეში აღარ შედი. ხო, რომ გაუგებრობაში არ ვამყოფო, რომ დედა შფოთავს, აი რა ხდება. და ვეუბნები, რომ არაფერი, მალე გადამივლის, ეს მოგვარებადია და თუ რამე გინდა მკითხე რა. აი რაღაცა ეს ფორმა მოვიფიქრე, რომ იმიტომ რომ აშკარად ხვდებოდი, რომ უფრო სტრესავდი იმით, რომ მე ჩემს რაღაც დარდებს უმალავდი და ან თუნდაც რაღაცა პატარა კონფლიქტი რომ მოგვიდოდა, თუნდაც მშობლებს ხო ერთმანეთს, რაღაცა სულ ისე ვიყავით და ეხლა ვეუბნები, რომ ხო რაღაც ერთმანეთზე გავბრაზდით, სიტყვაზე ვამბობ, ვიკამათეთ და არაუშავს ესეთი რაღაცები ხდება და მოდი შენ არი ნერვიულო და მე რა თქმა უნდა ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება, როგორც ხდება. ბოლოს რაზე იკამათეთ შენ და ერეკლე? მე თქვა? ხო. ბოლოს რაზე ვიკამათეთ? აი, რამდენიმე წუთის წინ. რაზე? აი, ძალიან კამათი არ ვიცი, შემიძლია თუ არა დავარქვა, მაგრამ ისევ იმაზე, რომ ვეუბნებოდი, რომ როცა რაღაც არ მოგწონს, უნდა თქვა. აი, მარტივი მაგალითი იყო, რაღაც თმის შესაკრეჭად ვიყავით მისული და რომ გამოვიდა თქვა, რომ აუო რაღაცაო არ მომწონსო და არა და იქვე რამდენჯერმე ვკითხე, რომ კი ხო ესე გინდა ხო მოგწონს შენ როგორც გინდა აუხსენი უთხარი მითხარი რაღაცა მორიდებულია და სულ ამას ვეუბნები რომ დედა ყოველთვის უნდა შენი პოზიცია დაიცვა რა თქმა უნდა ცდილობის ფარგლებში შენი აზრი თქვა ჩემთანაც კი მართლა მოგუწრფელად ვამბობ რომ პირველად რო იყო შემთხვევა რომ რაღაცაზე გამწარდა დავიდა და კარი მოიჯახუნა მე სიამოვნასავით იმიტომ რომ რაღაცა დავინახე რომ მან ეს თავისი ბრაზი გამოხატა და ეს თავისი პოზიცია დააფიქსირა აღარ მახსოვს ოღონდ რაზე იყო მაგრამ როგორც ჩანს რაღაცაც უსამართლო შენიშვნაზე ალბათ ერეკლე განცას მალე ავიწყდება გაბრაზება გააჩნია სიტუაციას მაგრამ კი რამდენიმე საათის მერე შეიძლება უკვე რომ ესე ვთქვათ არც არაფერი მომხდარა და მე ვიხალისოთ ისე და ვითამაშოთ. ამიტომ ეს კარგია, რადგან ყველას მოდის ხო შეცდომები. რა თქმა უნდა. და მალევე რომ გამოსწორდება, ეს კარგია. ბოდიში თუ მოგიხდია და თუ საიდუმლო არ არის, რის გამო მოუხადე მას ბოდიში? შემთხვევით რაცაც თამაშობდით და ვატკინე რაღაცა რა. ეკაი. ვურთი ხوار მოარტყე. არა ისეთ რაღაცებზე არ კამათობთ ხოლმე რომ საბოდიშე იყოს.
ნამდვილად ეგრეა. იგივე კითხვა მინდა რომ შენ დაგისვა თუ ყოფილა სიტუაცია, როდესაც აი თუნდაც რაღაცაზე გაბრაზებულ ხარ, ჩაგითვლია რომ ეს არის უსამართლო და ბოდიში მოგიხდია მისთვის. კი ალბათ თვითონაც დამერწმუნება. გვაქვს რაღაცა გადაღლილ დედებს ან რაღაცა დასტრესილ მდგომარეობაში მყოფ ყველა ადამიანს აქვს ეს მომენტი, როდესაც მოსდის ზედმეტი. და აი ეს ზედმეტი რომ მოგდის, შეიძლება შენს მეგობართან რაღაცა უფრო ადვილად გამოასწორო ეს სიტუაცია, მაგრამ ზედმეტი როცა მოგდის შვილთან აუცილებელია აუხსნა, მე ასე მგონია, აუცილებელია რომ თუნდაც ეს ბოდიში მისთვის რაღაცნაირად სამაგალითო იყოს, იმიტომ რომ ისიც ხო გადის სახელიდან აგრძელებს ცხოვრებას, მას ყავს მეგობრები, თანატოლები და მე ყოველთვის ვცდილობ მივცე იმის მაგალითი, რომ ბოდიშის მოხდა არ არის უხერხული, ბოდიშის მოხდა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც რეალურად გვინარჩუნებს ურთიერთობებს, იმიტომ რომ შეუცდომელი არავინ არ არის და როდესაც შენ გაქვს იმის უნარი, რომ რაღაცა აღიარო, მათ შორის შვილთან, რომელთანაც ერთი შეხედვით იერარქიულად ისა გაქვს, მაღლა მდგომი პოზიცია გაქვს, ეს პირიქით მე ძალიან დიდ ჩვებას მაძლევს. ყოფილა როგორ არა შემთხვევა, აი გავსვარ კიდევ მიტირია მაგრად, იმიტომ რომ აი რაღაცა ერთი სიტუაცია რომ ემოციებს გაყენებს და მე მუსვარ და მithქვამს რომ აი ბოდიში, იმიტომ რომ აშკარად რაღაცა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ აი ეს ამის გამო მოხდა და მოდი იქნებ ვიმუშაოთ ამაზე რა. ყოფილა კი ეგეთი შემთხვევა და რა ვიცი, ვფიქრობ რომ პირიქით ძალიან ნორმალურია და ვიცი რომ მასა სჭირდება თან. ეს რაღაცა სჭირდება მას, იმიტომ რომ ძალიან სამართლიანი ადამიანია. კი, რა თქმა უნდა, ბოდიში ყველას გჭირდება, არ არის სირცხვილი ბოდიშის მოხდა და ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. ეხლა როგორც შენ ჩამოაყალიბე, იმიტომ რომ განურჩევად ასაკისა ცხოვრება არის ესეთი და შეცდომებს უშვებთ, ანუ ნებით თუ უნებლიეთ, ასე თუ ისე როგორც ხდება ხოლმე და თავარია რომ ეს გადავიაზროთ, გავაცნობიეროთ ყველაფერი და ამის აღიარება შევძლოთ აუცილებლად. ერეკლე. რას აკეთებ, როცა გვანცა მოწყენილია? როდესაც დედა არის მოწყენილი, ვცდილობ რომ გავახალისო და უსმენ ხოლმე კითხვებს, იმიტომ რომ მაინტერესებს მეც რას განიცდის. ხო. და ამიტომ ვცდილობ რომ გავახარო ხოლმე. იცი რა მაინტერესებს, აი რა მეთოდი გაქვს, რა გაქვს ისეთი ალბათ რაღაცა საიდუმლოება, რითაც ზუსტად იცი რომ დედას გაახალისებ. ვცდილობ ხოლმე რომ ყურადღებას რაღაცაზე გადავატანიო და რამე ვითამაშოთ, რომ გახალისდეს და გავიცინოთ ერთად. აი თქვენი საყვარელი თამაში? უნო, ალბათ სამაგიდო თამაშებს თამაშობთ ხოლმე ერთად. რავი, უნო, სპორტს მემოარი ესეთი თამაში და ასე შემდეგ. გარეთ ველოსიპედებით რიტუალი გვაქვს გასვლის ერთად. და ფეხბურთსაც თამაშობთ ხოლმე. ფეხბურთს თამაშობთ. მაგარ კონკურენციას უწევთ ხოთა შორის, თქვი და ესეც ახალი აღმოჩენა არის, გვანცა თამაშობს ფეხბურთს თავის შვილთან ერთად. აი თან თქვა დაღლილი რომ მოვალ ხოლმე და ძალიან სულ ხო უნდა რომ ბურთი ითამაშოს, ეს სულ მისი რაღაცა ეს არის და ფეხბურთს მეთამაშები და ნუ ამას ისე გეკითხება ოღონ ამ თავისი თვალებით რომ ხო, კაი, ერთხელ და 10-მდე წინას 10 გოლამდე წინასწარ უთანხმები ხოლმე. მოგებული ვინ არის ხოლმე? ხან ერეკლე, ხან მე. არა, ეხლა თუ თქვათ რაღაც ეს ოთახის პირობებში ვთამაშობთ ხოლმე, ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები რომ უგებ, მაგრამ გარეთ ეზოში და მოედანზე. მოედანზე ვერ. მეფეა და ვერა. კარგი. ერეკლე, ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონს გვანცაში? არის ძალიან კეთილი და თბილი. ხო რა, თან ჩანს ეს ყველაფერი მასში და მომწონს როცა ესე იქცევა თბილად და კეთილად. მადლობა დე.
კარგი, ეხლა მოდი ცოტა ისე ვთქვათ, შეკითხვა უნდა დაგისვა, რომელიც დედას პროფესიას ეხება. როგორი წამყვანი იყო დედა ძალიან არ ვიცი რამოდენიმე წელიწადი ალბათ 15 წელიწადი პირდაპირ ეთერში მიყავდა გვანცას გადაცემა. როგორი წამყვანი იყო შენი შეფასება მაინტერესებს? ჩემი აზრით ეს პროფესია თავიდან დავიწყოთ ძალიან ძნელია. გეთანხმები? და დედას ჰქონდა განბედაობა რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა 15 წლის განმავლობაში. ამიტომ არის მაგ შემთხვევაში ძალიან ისე რომ ვთქვათ მამაც ვერ ვიტყვი, ნუ. კი, სიმამაცე, კი, პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანა ძალიან რთულია. ურთულესი არის, იმიტომ რომ იქ ვერ დაჭრი, ვერ ამოჭრი, ვერ შეასწროლებ, ის იქვე ხდება, იმ მომენტში ხდება და ძალიან ბევრი რამე არის გასათვალისწინებელი და ნამდვილად სიმამაცე ჭირდება ამას. კიდევ საჭიროა ცოდნაც ამ ყველაფრისთვის და დამახსოვრება რაღაცეების. ამიტომ ცოდნა თუ არ გქონდა ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდა, მაგრამ ყველაფერს კარგად აბალანსებდა და ყველაფერი გამოდიოდა და ეს ძალიან კარგია. სასიამოვნო არა ამის მოსმენა ძალიან. კი, ძალიან. ეხლა რა მაინტერესებს იცი? დედა ფაქტობრივად ყოველდღე იყო ეთერში. და შენ მისი არ ყოფნით აი როგორ გძნობდი დაგაყავდა რამე? პატარა რომ ვიყავი ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა დედა რამდენიმე საათში ესე რომ თქვას და სულაც არ ვიცოდი თავს შოულებრივად თვითონც არაფერი, მაგრამ მე ცოტა ნერვიულობა დავიწყე, იმიტომ რომ აი რამე რო შეშლოდა, რამე რო არ გამოსდიოდა. ხო. რომ მე თვითონაც ინერვიულებდა და მეც მანერვიულებდა და მაგაზე ნერვიულობდი ცოტა. კარგი, ეხლა ესეთი კითხვა მაქვს შენთან. როგორ ფიქრობ, დედას ენატრება ტელევიზია და შენის აზრით, უნდა დაბრუნდეს დედა ტელევიზიაში? ჩემი აზრით, დედას კი ენატრება და მოენატრება ტელევიზია, იმიტომ რომ რაც თინეიჯერობიდან დაიწყო ამ საქმის კეთება და ძალიან უყვარდა 15 წლის განმავლობაში. კი, ძალიან საქმის კეთება. ძალიან დიდი დრო არის 15 წელი. ალბათ უკვე სხვა საქმის გაკეთებას დაიწყებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი იყო ტელევიზიაში. თვითონაც იძახის ხოლმე რომ დავიღალე, აღარ მინდა და ამიტომ მხოლოდ ტელეფონიდან კონტაქტობს მის, ესე რომ ვთქვათ, ფანებთან, რაღაც ვიდეოებს ვდებთ ხოლმე რომ ესე რომ ვთქვათ, არ დავიკარგოთ და ისევ ხო. ჩვეულებრივად გავაგრძელოთ. ალბათ რა სხვა პროფესია შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ბევრი რაღაც გააკეთა უკვე დედამ, მაგრამ თუ სხვა პროფესიას წაყვა, წარმატებას უსურვებ, რომ კარგად გააკეთოს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა დედა. გვანცა. ყველაფერი გამომივა, ხო? გვანცა, აი ახლა შენ შემიფასე აი ეს ყველაფერი რაც ილაპარაკა. და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ ამ თემაზე არ გისაუბრია, მგონია და პირველად მოისმინე ჩემთან გადაცემაში და აი ახლა მინდა პასუხი გასცე მის ამ მოსაზრებას და რა თქმა უნდა, ჩემს მაყურებელს. პირველ რიგში, აი რაღაც დედის დანაკლისთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ყოველთვის ეს ბალანსი მაინც არსებობდა ჩემს სამსახურს და აი ამ თავარ პროფესიას შორის, დედობას შორის და ამიტომ რაღაცა ეს გულისწყეტა ნამდვილად არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და ეს 15 წელი სრულიად გადაბმულად ერთი დღის დაუსვენებლად ვიმუშავ. მიუხედავად ამისა, რაღაცა ჩემი ჩართულობა ბავშვებთან ყოველთვის იყო მაქსიმალური და მოკეთ აი ეს წყვეტა არ გვაქვს რა. რაც შეეხება პროფესიასთან, ჩემს პროფესიასთან ბავშვების დამოკიდებულებას, ეს იმდენად ორგანული იყო მათთვის, იმიტომ რომ მათი დაბადების დღიდან მე რაღაცა ტელევიზორში ვჩანდი, ზოგჯერ იყო რომ ერეკლი პატარა რო იყო, მე დილის ეთერი მიყავდა და დილის 5 საათზე გავდიოდი სახლიდან და ასე რომ რაღაცნაირად ამას ძალიან იყო მიჩვეული და
რაც შეეხება პასუხებს აი ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მე ალბათ არასოდეს არ ვიტყვი ვარ ჩემს პროფესიაზე, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც არის ჩემი პროფესია, რაც არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. განათლებითაც ის ვარ, რაც ვარ და პროფესიითაც, ჩემი უნარებითაც და ჩემი მთელი არსებით. აი როგორც ლელა არის მომღერალი, აი ზუსტად ეგრე რა, რომ ხوارს შეუძლებელია რომ ეს რაღაცნაირად გვერდზე გადაიდოს, ხო? ამიტომ ეს პაუზა, რომელიც მაქვს ახლა აღებული, რაღაცნაირად ჩემი სხვა უნარების განვითარებისთვის თუ ოჯახისთვის თუ ზოგადად მართლა რაღაცნაირად გადაფასებისთვის რაღაცეების, მაინც მგონია რომ არის დროებითი და აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ტელევიზიაშიც დავბრუნდე, ასე რომ მიყვარს რა ჩემი პროფესია, მოკლედ ეს ხვის უნდა დაუმალო არანაირად და მგონია რომ თამამად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მგონია რომ სწორი ადგილია ჩემთვის. აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან უყვარხარ ეკრანს. მადლობა. გვანცა, როგორ ფიქრობ? რა არის მთავარი, რაც გინდა რომ შენ შულს ასწავლო? მთავარი მართლა რაც მინდა რომ ჩემ შულს ვასწავლო არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვნად აღიქვა საკუთარი თავი პირველ რიგში. აი როგორც აღნიშნე, აუცილებლად გაიაზროს რა უნდა და რა არის საჭირო იმის მისაღწევად, რაც უნდა. ასევე ძალიან მინდა რომ იყოს ემპათიური, შეეძლოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და უბრალოდ რაღაცნაირად არ დაიტანჯოს გარემოებების გამო. აი შეძლოს იყოს ბედნიერი იქ, სადაც იქნება, აკეთოს ის საქმე, რომელიც ეყვარება, აი ეს უნარები მინდა რომ გამოუმუშავდეთ, თორემ ისედაც ახლა მე ძალიან კარგად ხვდები, რომ აბსოლუტურად ეს ხასიათი თუ ზოგადად დამოკიდებულებები ძალიან ოჯახიდან მოდის და ეს ბუნებრივად მოხდება, თქვათ, აი ელემენტარული მორალური ღირებულებების გადაცემა, რომ კეთილი უნდა იყოს და ბოროტება არ უნდა გაუკეთოს სხვას და პატივისცემით მოეპყროს და ასე შემდეგ, ეს ძალიან საბაზისოა, მაგრამ მე უბრალოდ რაღაცა პიროვნულად მინდა რომ სწორად განვითარდნენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ სულ ამის რაღაც თითქოს დანაკლის ვუჩივი საკუთარ თავში, რომ რამდენად შევძელი, რომ მათი შინაგანი თუ ტალანტის თუ ნიჭის რაღაცეების სწორად მიმართულების მიცემა და შანსის მიცემა, რომ ეს თავისი შესაძლებლობები გამოიყენონ. ახლა ერეკლეს მაგალითად მართლა ახლა პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან წყდება რაღაცეებზე გული. იმიტომ რომ მგონია რომ შეუძლია სიმღერაც, ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ იმდენად არის ამ სპორტით და ფეხბურთით მოცული, რომ აი თან დღეს მეთომეტეს. ხო, აი აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, მისი მთელი რესურსი არის მომართული ფეხბურთისკენ, რასაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და სხვათა შორის აი ეს გარდამტეხი იყო ჩვენს ურთიერთობაში ეს თემა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხო იცი ჩვენი წარსული იმიდან რაღაც შეხედულებებიდან მოვდივართ და თითქოს აი როგორც ადრე იყო ხო რაღაცნაირად ჩემს ქვეცნობიერში დაპირისპირებული იყო სპორტი და სწავლა ერთმანეთთან აი რომ დაუკვირდე რაღაც მხრივ რომ დაუკვირდე ხო ასეა არადა მშვენივრად სწავლობს უბრალოდ რაღაც მე მქონდა ეს ისე რა ქვია შიშები რომ აი ხა თუ თქვა და ამ სპორტში ესე გადაეშვება რაღაცნაირად ეს შანსები არ გაუშვათ ხელიდან და შენ ძალიან ნიჭიერი ხარ და შენ ეს შეგიძლია და ის შეგიძლია და რაღაცა ეს ფოტოები მქონდა და მივხვდი რაღაც მომენტში რომ ჩვენ ურთიერთობაზე ძალიან იმოქმედა იმიტომ რომ მე ფაქტიურად მივხვდი რომ წინააღმდეგობას ვუწევდი იმას რაც მას ყველაზე ძალიან უყვარს და რაც მას აი აბედნიერებს ხო და მე მივხვდი რომ რაღაცნაირად მე პირველი გულშემატკივარი თუ არ გავხდი ახლა მისი აი დედასპეცა ვარ თუ ვიტყუებოდე მაგ დღიდან ბევრად კარგად სწავლობს ბევრად კარგ ნიშნებსაც იღებს და ბევრად მეტი мотиваცია აქვს რომ
აი მეც გამახაროს, მე ხო ახარებ რაღაცით და თვითონაც რა გამახაროს და აი რაღაცა ეს მომენტები არ უნდა გაუშვათ, მე მგონი ზუსტად ამას შემთხვევაში. აი ხა მე გისმენ და ზუსტად აი ეს დამოკიდებულება დავიჭირე მეც ჩემ შვილთან. მე მარიკო ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, მე რომელზეც მე მინდოდა. ერთ წელიწად ისავალ და მითხა არ მინდაო. და მე უკვე დავყევი მის ესე ვთქვათ მოთხოვნებს, მის სურვილებს და ჩააბარა იქ სადაც უნდოდა. სხვათა შორის იქაც ადგა და აკადემიური აიღო და ეხლა გადაიტანა სხვა ფაკულტეტზე თავის საბუთები. ბოლომდე მაინც რა არის იცი შევყევი ამ ცურვაში შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ის რაც ყველაზე კარგად გამოსდით, აი ხა რო ამბობ რომ ხატავს, მღერის ხატვა და სიმღერა შეიძლება იმდენად კარგად გამოადგეს ცხოვრებაში, შეიძლება არ აირჩიოს ეს პროფესიად, მაგრამ მისთვის ის მთავარ პროფესიაში ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა, აი კომუნიკაციის დროს უცებ დაჯდა დაუკრა, რაღაცა დახატა, ეს ხო კიდევ ახალ, ესე ვთქვათ, უნარებს აღმოაჩენს და ძალიან საინტერესო ხდება მისი ცხოვრებას და თვითონ ადამიანიც. პირველ რიგში თვითონ მინდა ეს თავის თავში დაინახოს და არ ეგონოს, რომ აი რაღაცა მოდერთი მიმართულებით. არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი შვილების არჩევანში ის რაც ყველაზე ძალიან და აი მაგას ამბობ, რომ მომენტალურად დაალაგდა ურთიერთობა. ერეკლე. ეხლა მითხარი რჩევა, რომელიც ხშირად მიგიცია განცასთვის. ან ბოლო რჩევა, რომელიც შეგვიძლია გაიხსენო. ეს რჩევებს არ ვაძლევ ხოლმე. ისე რატო არ მეცდო? მაგრამ ну ვეტყვი რომ ჩვენ სხვა გენერაცია ვართ ესე რომ თქვა და სხვა თაობა ხო და ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვხედავთ სამყაროს და თქვენ სხვანაირად და რაღაც შენიშვნებს ისეც მაძლევ ხოლმე რომ ანუ ჩემთვის არ არის ეს სამართლიანი და რაღაცებს მე სხვანაირად ვხედავ და ყველა ბავშვი დარწმუნებული ვარ. ამიტომ ძალიან დიდი განსხვავებაა მშობლებს და პატარებს შორის, სხვადასხვა თაობებს შორის. უყურე, ახლა ესეთი კითხვა და პირველი რჩევა. ხო, და ძალიან მაგარი სხვათა შორის და ესეთი კითხვა მოვიდა უცებ. მშობლების თაობა, ჩვენი თაობა. ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებს თქვენს თაობასთან? ჩემი აზრით, რაც მშობლებს უნდათ და რაც კარგად გამოდით, უნდათ რომ ჩვენც მაგას წავყვეთ. აი მაგალითად მამას უნდოდა რომ რაგბისტი გამოსულიყავი და სხვა რაღაცა კიდე და არა ფეხბურთი, იმიტომ რომ არ მოსწონდა ფეხბურთი და არ იყო ფეხბურთთან დაკავშირებული. თვითონ თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი საბუთი არანაირად. თვითონ რომ რაგბი იყო, არ არის აუცილებელი. ხო, თუმცა ძალიან ადვილად დაჰყვა სხვათა შორის საკვირადაც კი ერეკლეს ამ სურვილებს. ჩემი მეუღლე იმდენად მთელი თავისი შინაგანი ყველაფრით არის ამ ოვალური სამყაროდან, როგორც თვითონ ეძახიან და ძალიან უნდა რომ მისი შვილიც რაღაც მხრივ დაკავშირებული ყოფილიყო პროფესიონალური სპორტით არა, მაგრამ მაინც თქვა რომ მიიყვანა რამდენიმე ვარჯიშზე და მე ისაუბრეს და კარგი, გავაგზავნოთ ახლა ერეკლის გაზა მაინტერესებს, ერეკლი არის აქ თავარი სტომარი. კი ბატონო, ძალიან. აი კიდევ რა არის ის რაც არ მოსწონს შენს თაობას? ჩვენი თაობა, აი ჩემი მეგობრები საუბრობთ ცოტა სხვანაირად და აბა გამიმარტე რას ნიშნავს სხვანაირად? აი როგორც ახალი თაობა საუბრობს რაც სიტყვებია რომელსაც ახალი თაობა იყენებს. და მშობლები თავის დროზე როცა ბავშვები იყვნენ სულ სხვანაირად რაღაც წესებს ხომ იყვებოდნენ და ჩვენ გვაქვს სხვანაირი წესები ესე რომ ვთქვათ. ბავშვებს და ზოგჯერ ვერ იგებენ ხოლმე მშობლები ჩვენ რას საუბრობთ, რას ვაკეთებთ და
მას დღის წესრიგს ვერ მეწევით. იცი რა არის, სხვანაირი ლექსიკონი არის უკვე. ჩვენ დროს აბსოლუტურად სხვა ლექსიკონი იყო, სხვა სლენგი იყო, სხვა რაღაცებს ვიყენებდით. არ იყო ამდენი ინფორმაცია და შესაბამისად რაც ქონდა, ხო და. ასევე კომუნიკაციის ფორმაც. ხო და ანუ უნდა ვისწავლოთ, ხო, ჩვენ თქვენი ენა. არა. რომ აქტიურად გაგიგოთ. არა, მასე არა, მაგრამ თავი დაგანებოთ, ანუ. არა, ეგეც საჭიროა ზოგჯერ. კი. ზოგჯერ ეგეც საჭიროა. მაგრამ ხო ვცდილობ ხოლმე, რომ თქვენ სლენგებში ვილაპარაკო და რაღაცა ხანდახან მშობლებსაც ადრე ხო იცი, აი რომ უხეშად რო ეტენები ხო იცი. ხო. ან კლასელები რო ყავს ან რაღაცა და აი მივალდა რომ ან რო ვაჭმევ ან რაღაცა და ჩამოუჯდები და აი ვითომ აი რაღაცებს ველაპარაკები რომ რაღაცაეთ მინდა რომ აი ეს გაუცხოვება არ ჩამოყალიბდეს თვად ეხა არც ეგეთი სხვაობა გვაქვს ასაკში რომ თვად რაღაცა სხვა პლანეტაზე ვიგრძნო თავი და საერთოდ არ მინდა ეხა სხვა პლანეტაზე რომ ვიგრძნო თავი და ვცდილობ რომ რაღაცნაირად ამათი მუღამი ცოტა დავიჭირო და თუნდაც აი რაღაც ისეთ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მაგალითად სადმე გაშვებაზე ან რაღაცა აქტივობაზე, რა წარმოდგენა მქონდეს რაზეა საუბარი, ვინ როგორ მოიქცევა, ვინ როგორი ტიპია და ასე შემდეგ. ამიტომ მითხარი, რა არის მთავარი გამოწვევა მოზარდ შვილთან ურთიერთობის დროს? ზუსტად ეს რა გაგება. ალბათ ყველა ადამიანს ვერ მოსთხოვ ერთნაირად გადადოს გვერდზე თავისი მოსაზრებები რაღაცაზე და მიიღოს მისთვის აბსოლუტურად ახალი მოცემულობა. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ჩვენ რაღაცა ესეთი კრიზისი გვიდგას ურთიერთობაში, აი ამ ასაკის გამო, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ერეკლი რამდენი წლის არის? 12-ის. მაგრამ აბსოლუტურად გასაგვირებული მაქვს ეგ ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ ბევრ ოჯახში დგას ეს კრიზისი ან თინეიჯერული რაღაცა პროტესტების და ზოგადად სრულიად დიდი რაღაცა ჩატეხილობის გამო და ისე ალბათ აი ეგ რა რაღაცნაირად მაინც გაუგო აი იმ მომენტში უბრალოდ იმის ტყავში შეძვრე და გაუგო აი იმ მომენტში, რასაც განიცდის. აი ის კი არა, რასაც აკეთებს, უბრალოდ რასაც განიცდის. რამიტომ რასაც აკეთებს შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს შენთვის, მაგრამ ალბათ ამ ასაკში იმ საქციელსაც აქვს რაღაცა თავისი ძალიან შინაგანი, ზოგჯერ გაუაზრებელი მიზეზი და რაღაცა მაგისტვის ვამზადებ ჩემს თავს, რომ თამითოდ ესე რომ მე ვიყავ ძალიან მშვიდი თინეიჯერი. აბსოლუტურად არაბობოქარი, ძალიან ისეთი რაღაც, ალბათ დროც ეგეთი იყო. არა, კი ვატყუებდი მშობლებს ახლა რაღაცებს, ვინ არ ატყუებს, მაგრამ მაინც აი ისეთი არ ვიყავი რა, პრობლემატური, მოკლედ არ ვიყავი და მაინც დამჯერი ვიყავი. თვითონ ხასიათითაც ალბათ ის ეგეთი ვარ და ამიტომ რომ ვთქვა რომ ხა მე რაღაც ვაიგივებ ჩემს თავს და მის მდგომარეობაში ესე შევდივარ, ვერ ვიტყვი ყოველ შემთხვევაში. ალბათ ეგ ვიცდები რომ მაქსიმალურად გავუგო. ერთადერთი რასაც უეხვეწები, მართლა არის რომ აი ხო ამ შემთხვევაში რაღაცა რო ეწყინება, აი ესე გატრიალდება და მიდის და აი всё, მანდვარ, აი მან ფუჭები. აბსოლუტურად აი რა ვიცი, რასაც ქვია ხმის ამაღლება, აი ხო აი რო ხანდახან შემოყვირებ რა მისთვის პატარაობიდან ეს იყო ისეთი შეურაცხყოფელი. აი ისეთი რეაქცია ქონა ამ ყველაფერზე, რომ აი აბსოლუტურად გასაგები იყო მისი განცდები რა, ამიტომ 2-3 საათიანი ლაპარაკებით შავანაცვლე მერე ეს რაღაცა ისეთი მკაცრი შენიშვნები, იმიტომ რომ ადამიანს უნდა მიუდგე ალბათ რა, პარაგუშობა ბავშვია თუ დიდი. იმიტომ რომ ეს სიმშვიდე თავისთავად ძალიან ჩანს და რა თქმა უნდა ახლა ეს არის ის თვისება და როდესაც შვიდია მშობელი შესაბამისად ხა ეს აქსიომა კი არ არის, მაგრამ ზოგადად წრე გარემო სადაც იზრდება შვილი და სხვათა შორის სულ ვამბობ ხოლმე რომ მშობლები არაერთი მინახავს, რომლებიც ესე გამუდმებით უყვირიან შვილებს და მე იმდენად კარგავს ფასს და ძალას ამ ადამიანების სიტყვა, რომ ძე იყვირებს და მე გაჩერდება. აი სწორედ ხო, იმიტომ რომ აი სიმშვიდე და იქ უცებ რაღაცა
გაბრაზება და რაღაცები, ესე თქვათ, თითქოს აი რაღაცა ისეთი წარეწკეპლასავით არის. ხანდახან ვიბუტები ხოლმე. რო ვერ მყვირი და არ ვარ ესეთი მშობელი ალბათ. ხო, იმიტომ ემოციებს ხომ და სადღაც უნდა წაიყო. ერეკლე ბოლო შეკითხვა რა თქმა უნდა შენთან. ხარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი ინტერვიუთი? კი ვარ კმაყოფილი, ბევრი რამე გავიგე დედას შესახებ, რაც არ ვიცოდი. ხო? და აი ეს მაინტერესებდა. გამიხარდა, რომ ესენი გავიგე, რადგან ცოტა შეიძლება რაღაცას არ ვაკეთებდი სწორად და აწი სწორად მიუდგები ხოლმე დედას რაღაცებში, რომ აი რა იყო ის ახალი რაც გაიგე? აი რა იყო ის ახალი? არ ვიცოდი, რომ დედა ესე გძნობდა რაღაცებს, როცა მე წინდა და ანგამაზებული ვიყავი. და ხო, აწი როგორ თქვა? გაითვალისწინე. ხო, გაითვალისწინე. მალე თქვი. ტელევატორივე. თელი ინტერვიუ ვითმინე სხვათა შორის რაღაცეები. მერედე. სოასე. განცა, შენ რა გაიგე ამ ინტერვიუს? იცი რა, ახალი. ღამე რო დავწვევით ხოლმე, აი რაღაცნაირად მაშინ ლაპარაკის იშტაზე მოდის ხოლმე, რა როგორც იყვენ ხოლმე და რაღაცა ეგ მომენტები ამბოლ დროს განსაკუთრებით გვაქვს ხოლმე რა, რაღაცა ეს ძილის წინ საუბარი და რაღაცებს გაზიარება უნდება ხოლმე, მეც უნიდება ხოლმე გაზიარება და აი ეს რაღაცა კავშირი აი დღეს კიდევ მივხვდი რომ ეს კავშირი მყარდება უფრო და უფრო. ანუ იმის მაგივრად რო თქვა რაღაცა აი ამასა კობრივი რაღაც ამბების გამო ჩვენ ერთმანეთს დავშორეთ პირიქით ვახლოვდებით და მე მგონი ორივე გააზრებულად ვაკეთებთ მაგას. არაჩვეულებრივია. ესე იგი ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში, იმიტომ რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ, მართლა, წარმოუდგენლად. აი, ისეთ რაღაცებზე ისაუბრე და მე როდესაც შეხედავ შენ იმას, აი ძალიან ბევრ რამეს დაინახავ, შეიძლება ამ მომენტში უბრალოდ რაღაცა ემოციური ფონია, რაღაცებს ყურადღებას არ აქცევ და მეც როცა ნახავ, მიხვდები რამდენად საინტერესო ადამიანი ხარ და ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა შენ, ჩემო ძვირფასო, ბანცა უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი. და მინდა წარმატებები გისურვო. მე არ ვიცი რატო გადმომაგდო ქარმა ამ პროფესიაში. მიუხედავად იმისა, ჩემი ძირითადი პროფესია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჩვენ კოლეგები ვართ ამ ნაწილში, თან ღერი და მინდა რომ მალე დაუბრუნდე ეკრანს, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, ძალიან გონიერი და ძალიან ლამაზი ხარ. ახლა გიყურებ თელი ისა რა ქვია ინტერვიუ და ტკბები შენი საოცარი სილამაზე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაზე მთავარი რაც მინდა რომ ბოლოსკენ შემოვიტოვე. გთავაზობ ჩემი ახალი სიმღერის და კლიპის პრემიერას. მუსიკის ავტორი გახლავთ გიგა კუხიანიძე, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს და კლიპი გადაიღო ირაკლი ალაზნისპირელმა, ასე რომ დაელოდეთ, შეაფასეთ, შეიყვარეთ და მე გემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებდით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორს ავერს, ასევე მასპინძლობისთვის ვენეტო დიზაინს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მომავალ შაბათამდე.